ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ჯიღაურას ბაზაზე ჩინელ ჟურნალისტებს უმასპინძლებს. ჟურნალისტები ქართული ვაზის 400-მდე უნიკალურ ჯიშს და ნერგების გამოყვანის პროცესს გაეცნენ. დააგემონეს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო. ტურისტული დესტინაციის ევროპულ ქვეყანას საქართველო არის დანიშნული ტურისტული დესტინაცია ჩინეთისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინეთიდან შესაძლებელი არის ჯგუფური ტურების შემოყვანა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი და მეტი ტურისტი შემოვა სამომავლოდ ჩინეთიდან საქართველოში. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა, რომელიც ჩვენ გქონია ამ მასშტაბის. ეს გახლავთ საკმაოდ დიდი რაოდენობა ჟურნალისტების, მოგეცემა დიდი ინტერესი ქართული ღვინის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი ხელშეწყობის აქციები გაგრძელდეს ზოგადად, ვინაიდან ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი მოგეცნებთ არის სწორედ რომ ჩინეთის ბაზარი, მათ შორის ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით. საქართველოში იმყოფება 28 წამყვანი ჩინელი ჟურნალისტი, რომლებიც საქართველოს დაათვალიერებენ. ისინი განსაკუთრებით დაინტერესებული არიან ღვინის ტურიზმით და კულტურული ტურიზმით და ეს გახლავთ ერთ-ერთი კარგი საშუალება იმისათვის, რომ ჩინეთში გავზარდოთ საქართველოს ცნობადობა. ადრეც მქონდა გარკვეული ინფორმაცია ქართულ კულტურასა და ისტორიაზე. ამ ვიზიტმა ჩემზე დატოვა წარუშლელი შთაბეჭდილება. განსაკუთრებით მომეწონა ღვინო, ბუნება. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის სტუმარ მასპინძლობით. ჩინეთში ჩასვლის შემდეგ ჩემ შთაბეჭდილებებს ჩინელ ხალხს გავუზიარებ.